ახლა ზუსტად სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან ვართ და ხედავთ ჩემს მქონად ეს არის ირაკლი დგებუაძე სწორედ ამ პერფორმანსით აპროტესტებენ აქ მყოფი ადამიანები მარშის მონაწილეები ამ უწყების უმოქმედობას და მათ შორის გააშარჟეს ირაკლი დგებუაძე და გაიხსენეს მზია ამაღლობელის ჩვენი კოლეგის кейსი ია მელიქაური გვეთყვის ამასთან დაკავშირებით მეც ია მოდი ამ პერფორმანსთან დაკავშირებით მეტი უთხარი საზოგადოებას და მათ შორის აგვიხსენი რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება თუმცა საზოგადოება მისედაც კარგად იცის ირაკლი დგებუაძის ამბავი და მისი აწითლებული ლოყა მგონი მთელი ქვეყნისთვის ცნობილია უკვე. გადავწყვეტეთ ესეთი პერფორმანსი, რომ დგებუაძეს ყველა მოვუწითლოთ ლოყა და მე მგონი არაფერი არ მოუვა, იმიტომ რომ სახეში ოდნავი შეხებით ადამიანი არ ზარავდება. ეხლა მეც იგივეს გავაკეთებ. აი ახლა ვხედავთ ია მელიქაური ჩვენი რესპონდენტიც გვაჩვენებს თუ როგორ აუწითლეს კიდევ ერთხელ ლოყა აქ მყოფმა ადამიანებმა პოლიციელს სრულ მოწმეს რომლის გამოც ქალი ჩვენი კოლეგა ჟურნალისტი მზია ამაღლობელი არის ახლა ციხეში და აი ვხედავთ როგორ აპროტესტებენ აქ მყოფი ადამიანები და როგორ იუმორითაც კი უდგებიათ იმ კომიკურ მდგომარეობას რომელშიც ქართულმა ოცნებამ ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ საკუთარი თავი ჩაიყენა აქ არის ყველა სფეროს წარმომადგენელი აქ მყოფი ადამიანები კიდევ აქცენტირებენ იმაზე, რომ ყველას ხედავენ, ყველას იმახსოვრებენ პარალელურად გესმით სიტყვის გამომსვლელები, რომელთა პათოსიც არის იგივე ამ თემასთან დაკავშირებით. გიორგი ბარბაქაძეს მოვისმენთ ახლა სტუდენტს. გიორგი, გამარჯობა. გვითხარი შენი პოზიციაც, როგორც ახალგაზრდის იმ ყველაფერთან დაკავშირებით, რასაც საზოგადოება უყურებს და რასაც აკეთებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური. რას ნიშნავს, როდესაც შენ სტოლებს გცემენ, ხოლო ვერ რეაგირებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ხოლო ჟურნალისტების ცემას ვერ იძიებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომლის კომპეტენცია ზუსტად ეს არის. ნუ მოგეხსენოთ რომ ეს მათი ვალდებულება რომ გამოიძიონ, მაგრამ ამას შეგნებულად არ შვებიან, რადგან აქ დავალება და აქ შიში აქ მათი ზემდგომების, მაგრამ უნდა მიხვდნენ რომ მათ გარეშე ისინი მათი ზემდგომები ვერაფერს არ მოადგენენ. არა მარტო ესენი, ბევრი ძალოვანზე დგას ჩვენი არალეგიტიმური მთავრობა, რომლის გადაყენებასაც ითხოვთ. ჩვენ რო ამ მთავრობას გადავაყენებთ, საერთოდ ყველაფერი შეიცვლება. ამიტომ ყველა გამოიძიებს, ყველა საქმე გამოძიებული იქნება და ყველა დასჯილი იქნება აბსოლუტურად. ვინც კი დარბევაში მიიღო მონაწილეობა და არ მარტო დარბევაში, ვინც კი ოდესმე რამე ხელი შეხებია, ზედเลยუქნია. ან საერთოდ მის კომპეტენციას გასცენია. ბატონო, ძალიან დიდი მადლობა უსმენთ სტუდენტს გიორგი ბარბაქაძეს. სულ ცოტა ხანში გადაინაცვლებენ სუსთან მსვლელობით აქ ყოფი ადამიანები, მანამდე კი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის გიორგი თავდგირიძის პოზიციას მოვისმენთ, რომელიც წარმოადგენს ერთობას და რომელიც წარმოადგენს ფარს და ის ჩვენთან ერთად გამოემართება. ბატონო გიორგი, მოდი მაყურებელს შევახსენოთ მარშრუტის სიმბოლურობა, რატომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური და რატომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური? რა თქმა უნდა, მთავარი თემა არის მაინც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. იმიტომ რომ ქვეყნის უსაფრთხოება არის მათი მთავარი მიზანი და ქვეყნის უსაფრთხოება არის საფრთხეში. ჩვენ დავიწყებული გვაქვს რა გამოწვევები აქვს საქართველოს და სუსი დაკავებულია ახლა სტუდენტების და ახალგაზრდების დევნით და არა სახელმწიფო უსაფრთხოების ესე ვთქვათ ღონისძიებების გატარებით. ღია გაქვს ყველაფერი საზღვრები, რუსები აკეთებენ რაც უნდა და როცა უნდა, რეჟიმი ყალიბდება რუსული დაკვეთით და ყველაფერი ეს უნდა აღეკვეთა თავისი ფუნქციური მოვალეობა, მთავარი დანიშნულება ამ სამსახურის, რომ აღეკვეთა ქვეყანაში კონსტიტუციური კურსიდან გადახრება. ჩვენ ვხედავთ, რომ კონსტიტუცია ფერქვეშაა გათელილი, კურსი შეცვლილია, დემოკრატია აღარ არსებობს, მიმდინარეობს რეჟიმის კონსოლიდირება. ამისთვის ჩვენ ქართულმა ხალხმა ამისთვის შექმნა სუსი და ამისთვის იღებდნენ ხელფას, რომ ესეთი არ დაეშვა ქვეყანაში. ამიტომ ჩვენ ამას ვაპროტესტებთ და ვთხოვთ მათ, რომ დაუბრუნდნენ თავიანთი ფუნქციური მოვალეობის შესრულებას. კი ბატონო, დიდი მადლობა. ვხედავ ქალბატონს ძალიან საინტერესო ბანერით და მოდი სანამ დაიძრობიან მოქალაქეები მის პოზიციას მოვისმენთ, თქვენი ბანერი ძალიან საინტერესოდ გამოიყურება. მისი შექმნის ისტორია მოგვიყევით და რატომ გადაწყვეტეთ რომ პროტესტი ასე გამოხატოთ? კი ბატონო, გამარჯობათ. მთელმა ქვეყანამ იცის როგორ გამოგკვებეს სკლინტით და სავარაუდოდ დღესაც გვკვებავენ, ღმერთმა იცის რას გვაჭმევენ ზოგადად და ეს არის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით რა ცხოვრებითაც გვაცხოვრებს უკვე 13 წელია ქართული ოცნება. ანუ თვითონ იღებენ 11,000 ხელფას და მეტს ეს ზოგადად და ხალხს აძლევენ 350 ლარს პენსიას. ანუ სკლინტი ხალხს თვითონ ქათამი.
ბატონო, დიდი მადლობა. სიმბოლურ ბანერთან დაკავშირებით გითხრა მისი პოზიცია მოქალაქე, მაგ ხედავთ რომ მობილიზება არის ეგრეთ წოდებული სამართალდამცველების საკმაოდ სერიოზული, აქ არიან სტუდენტები, აქ არიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და აპროტესტებენ, ამბობენ საკუთარ სათმოს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით. შეგვიძლია გადავიდეთ და საზოგადოების პოზიცია უკეთ მოვისმინოთ. გამარჯობა ქალბატონო თამარ, თქვენი პოზიციაც გითხარით, აი მაგალითად 172 დღე გაქვთ გატანილი თქვენ ახლა ბანერზე და დემონსტრირებთ იმას, რომ ამდენი დღე გაძლო ქართულმა საზოგადოებამ ქუჩაში. როგორ ფიქრობთ, რა არის მთავარი мотивация, რაც ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის ღირსეულ მოქალაქეებს არღლის და მაინც გამოდიან ყოველდღე ქუჩაში? ჩვენ უზარმაზარი პასუხმგებლობა გვაქვს ნომერ პირველი პოლიტპატიმრებთან, რომლებიც დაპატიმრებულია და ნომერ მეორე დამოუკიდებელი საქართველოს და დემოკრატიული სახელმწიფოს მიმართ, რომელსაც კარგავთ. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის არ არსებობს ახლა, სანამ მიზანს არ მივაღწევთ. ყოველი პოლიტპატიმრის განთავისუფლებით, დამოუკიდებელი საქართველოს შენარჩუნებით და თითოეული მოქალაქის უფლებების დაცვაში. ეს არის მიზანი და აქ უკვე დაღლა აღარ არსებობს. 24 საათიანი დაჭირდება ჩვენს ქვეყანას და პოლიტპატიმრებისაგან. ჩვენ საქართველოს მოქალაქეები მზადა ვართ გადავიდეთ ამ 24 საათიან რეჟიმში. თავისუფლება ჩვენს პოლიტპატიმრებს. კი ბატონო, თავისუფლება პოლიტპატიმრებს, ეს იყო ჩვენი ბოლო რესპონდენტის კომენტარი, პოზიცია, ამიტომ აი ახლა ვხედავ ონისე ცხადაძის, სანდრო ცხადაძეს, ამერიკის დროშა ფრიალებს ჩვენს თავზე ძალიან სიმბოლურად და ამ ღირებულებებზეც გითხარი, გარდა იმისა, რატომ ხარ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან, ძალიან საინტერესო სიმბოლიკაა ხო ბოლო პერიოდის განმავლობაში ძალიან. და გამოხატავთ ყოველდღიურად, რომ თქვენ და ქართული ოცნება სხვადასხვა მხარეს ხართ, სხვადასხვა პოლიტიკურ პოლუსზე ხართ. რა განაპირობებს ამას და გითხარი მათ შორის პოლიტპატიმრების გათავისუფლების გზასთან დაკავშირებით, რადგან ხედავთ, რომ დრო გადის, თუმცა შენი ძმა და სხვა პატიმრობაში რჩებიან. რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დასავლეთმა შექმნეს ზუსტად ეს ინსტიტუტები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურით. მადლობა, სანდრო ცხადაძის პოზიცია უნდა მოგვესმინა, თუმცა ხმაურმა მორიგჟერზე ხელი შეგვიშალა, მაგრამ ეს არის მოქალაქეების პოზიცია, ხმაურით გამოხატავენ ისინი საკუთარ საქმეს, მოკლედ ასეთი არის აქ არსებული ვითარება. ჩვენ სანდროს პოზიციას მოგვიანებით დაუბრუნდებით, ახლა შეგვიძლია მოდი მოვუსმინოთ. სანდრო დაგიბრუნდებით და მოვისმენთ ჩვენს პოზიციას. სანდრო ცხადაძე ისევ ჩვენთან ერთად წამოდით და გვითხარი, რას ფიქრობ ამ ყველაფერთან დაკავშირებით? აუცილებლად ამერიკამ შექმნა ყველა ეს ისინი, რაც ჩვენ ახლა გვატერორებს და იყენებენ ბოროტად თავის ამერიკულ, ასე ვთქვათ, ტრენინგებს და თავის ამერიკულ დასავლურ ღირებულებებს, რაც ისწავლეს და გაშიდეს დასავლეთმა ფული ჩადო და ენერგია. შესაბამისად, მივაკითხავთ ყველას, ვინც შეგვიძლია, გამოვიხსენოთ ყველა პლატფორმას. აუცილებლად. მეტი რა გითხრათ? დიდი მადლობა, უსმენთ სანდრო ცხადაძეს, დაიძრა მარში, მიდიან უკვე მოქალაქეები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისკენ. ეს არის შემდეგი გაჩერება ამ პროტესტის წინა ხაზზე არიან უკანონო ტყვეობაში მყოფი ადამიანების მშობლები. თქვენ ხედავთ, რომ წინა ხაზზე გაშლილია საქართველოს, ამერიკისა და ევროკავშირის დროშები და ასე გაძლიერებული ხმაურის ფონზე დაფარავენ საბურთალოს ქუჩებს აქ მყოფი ადამიანები და სუსტად იტყვიან საკუთარ პოზიციას ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით.